მოგესალმებით, მე ვარ ზურაბ აბელაშვილი და დღევანდელ პრეზენტაციაში ვისაუბრებ Ray Tracing-ზე AAA თამაშებში. ცოტა რამ ჩემს შესახებ, Game Dev კარიერა დავიწყე 2012-ში კომპანია Lemon-ში, სადაც გავჩერდი დაახლოებით 6 წელი, შემდეგ გადავედი კომპანია Ubisoft-ში, კერძოდ უკრაინის ოფისში, კიევში, სადაც მუშაობდი სადღაც 3 წელიწად ნახევარი თამაშზე Watch Dogs Legion. და ამის შემდეგ უკვე შევუერთდი კომპანია Rockstars 2021-ის გაზაფხულზე, სადაც დასაწყისში მომიწია მუშაობა GTA 5-ის Gen 9 კონსოლების ვერსიაზე, როგორიც არის PS5 და Xbox Series X და S-ი. და ბოლო პერიოდია უკვე აქტიურად მუშაობ GTA 6-ზე. პატარა მიმოხილვა, რაზე ვისაუბრებ მიმდინარე პრეზენტაციაზე, ეს იქნება პირველი ზოგადად თუ რა არის Ray Tracing-ი, შემდეგ განვიხილავთ ყველაზე პოპულარულ გრაფიკულ ეფექტებს, რაშიც გამოიყენება Ray Tracing-ი, ესენი არის ჩრდილები, ambient occlusion-ი, არეკვლა, ბოლოს ვისაუბრებ denoiser-ზე და ანუ ხმაურის მოშორებაზე და შემდეგ შევაჯამებთ. ზოგადად რა არის Ray Tracing-ი? Ray Tracing-ი ეს არის სხივების ტრასირება სივრცეში, ანუ სხივი არის გეომეტრიული ობიექტი, რომელსაც გააჩნია საწყისი წერტილი და მიმართულება. ასევე სხივს შეიძლება ქონდეს მაქსიმალური სიგრძე, რისითაც უკვე ტრასირება აღარ გვაინტერესებს. ანუ мотивация რა არის Ray Tracing-ის? ზოგადად real time თამაშებში, ანუ სადაც FPS-ი მნიშვნელოვანია, ანუ სიტყვაზე გვჭირდება, რომ მოთამაშემ რეალურ დროში მიიღოს გამოსახულება მინიმუმ 30 კადრი წამში. ამისათვის Ray Tracing-ი იყო ძალიან ნელი აქამდე. და ყოველთვის გამოიყენებოდა რასტერიზაცია. რასტერიზაციით რომ მიიღო იგივე ეფექტები, რასაც რეალურ სამყაროში ვხედავთ, ამისთვის გვიწევდა ძალიან ბევრი თვალის მოტყუება და ესეთი fake ეფექტების გაკეთება. ანუ Ray Tracing-ი ძირითადად ფილმებში და offline რენდერებში 80-იანი წლებიდანვე იყო დანერგილი, იმიტომ რომ იქ real time-ი არ არის საჭირო. ანუ ერთი კადრზე შეგიძლია მთელი კლასტერი ამუშაო ერთი კვირის განმავლობაში, ან ერთი დღის განმავლობაში. X-ის სწრაფეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თამაშში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ აქამდე ეს იყო შეუძლებელი. რა არის მთავარი ამოცანა, როდესაც გსურს რომ Ray Tracing-ი დავნერგოთ თამაში ან ნებისმიერ რენდერერში. ეს არის ვიპოვნოთ სხივის და გეომეტრიის თანაკვეთა, რაც შეიძლება სწრაფად. ანუ ჩვენ გვჭირდება სამკუთხედის და სხივის თანაკვეთა. ეს არის გეომეტრიული ამოცანა. ეს რო გავაკეთოთ ეგრეთ წოდებული პირდაპირ იტერაციით, ანუ სრული გადარჩევით, ამისთვის დაბალი რაოდენობის სამკუთხედებზე შეიძლება გავაკეთოთ real time, მაგრამ როდესაც გვაქვს AAA თამაშები, სადაც მილიონობით სამკუთხედი აქვს სათითაო ასეთს, ეს უკვე შეუძლებელია. ამიტომ ამისთვის საჭირო არის სპეციალური მონაცემთა სტრუქტურა. ეს არის bounding volume hierarchy, ანუ BVH-ი შემოკლებით. და ეს BVH-ი არის ისეთი მონაცემთა სტრუქტურა, რომელიც 2018 წელს კომპანია Nvidia-მ აპარატურული მხარდაჭერით დაამატა RTX 2000 სერიების ვიდეო ბარათებში. და ეს ვიდეო ბარათები უკვე სპეციალური RT ბირთვებით ამ თანაკვეთას ითვლის ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ აპარატურულად ინსტრუქციები არის ზუსტად ამ ამოცანაზე მორგებული. პირველი თამაში, რომელშიც Ray Tracing-ი დაემატა, ეს იყო Battlefield 5 2018 წელს, სადაც Nvidia-მ თავისი DevTech დეველოპერი გაგზავნა სტოკჰოლმში და ისის სტუდიაში, იქ იჯდა ეს დეველოპერი სადღაც 2 წელი თუ 3 წელი და ანუ თიმი რომ მუშაობდა თამაშზე, ეს ტიპი მუშაობდა Ray Tracing-ის საპორტზე და რო ეს დაემატებინა და შემდეგ დაერეკლამებინათ. როგორც ხედავთ, ძალიან შთამბეჭდავი ეფექტი გამოვიდა, ანუ ამ თამაში ძირითადად დაამატეს არეკლები. ეხლა ერთ ადგილზე გავაჩერებ, აი აქ მაგალითად. როგორც ხედავთ, ცეცხლის ეფექტები, პარტიკლები, მატარებლის სიტყვაზე ძირი და აი ეს თვითონ პერსონაჟიც როგორ ირეკლება ამ დაბლა იმაში, რა ქვია, გუბეში. იგივე არის მაგალითად აი თვალის გუგაზე როგორ ირეკლება
აფეთქება, რომელიც პარტიკლია და ჩვეულებრივი რეფლექშენებით მაგის მიღება ძალიან რთულია, იმიტომ რომ გუგის ფორმა არ არის წრფივი. იგივეა აქ მაგალითად. ხო, მოდი ახლა გადავიდეთ სათითაოდ განვიხილოთ გრაფიკული ეფექტები, სადაც გამოიყენება ray tracing-ი. ყველაზე მარტივი პირველი იყოს, მოდი ჩრდილები. ჩრდილები ray tracing-ის გარეშე არის საკმაოდ მძიმე ოპერაცია, რომ დაითვალო და ეს როგორ მუშაობს რასტერიზაციაში. ანუ კამერას ვაყენებთ განათების წყაროს პოზიციაზე და იქიდან მთლიან სცენას ვარენდერებთ ტექსტურაში. აი როგორც არის ნაჩვენები აქ, ეს არის ამას ქვია კასკადები. ეს კასკადები არის დისტანციის მიხედვით 3 ან 4 ძირითადად თამაშებში. ანუ პირველ კასკადში არის ყველაზე ახლო ობიექტები, იმიტომ რომ ყველაზე ახლო ობიექტებზე რა ჩრდილებიც გვექნება, იმათი რეზოლუცია ყველაზე მნიშვნელოვანია და კამერა რაც უფრო შორს მიდის, რეზოლუცია უფრო ნაკლებია. ანუ შორი ობიექტების ჩრდილები იმდენად მნიშვნელოვანი აღარ არის. ამისათვის გამოიყენება ეგრეთ წოდებული shadow atlas-ი, სადაც ვხატავთ ამ კასკადებს, როგორც ხედავთ, ეს არის ხოლმე AAA-ში ძირითადად 16K-ზე ტექსტურა, რომელიც მეხსიერებაში ძალიან ბევრ ადგილს იკავებს და ასევე სცენაზე რაც კი ობიექტები გვაქვს, ყველაფერი main viewport-ში რასაც ვხატავთ, ასევე უნდა ჩავხატოთ კასკადში. და ეს ორივე მხარეს CPU-ზე და GPU-ზეც არის ძალიან მძიმე ოპერაცია. ამიტომ ეს მინუსები გააჩნია პერფორმანსის კუთხით. ასევე ვიზუალურად გააჩნია შემდეგი სახის პრობლემები. მაგალითად, არარეალურად მკვეთრი ჩრდილი, ანუ პენუმბრას რასაც ვეძახით, ჩრდილი იყოფა ორ ნაწილად. ერთი არის უმბრა, რომელიც არის მთლიანად შავი ნაწილი, მაგრამ არის მეორე ნაწილი პენუმბრა, სადაც განათების სხივები ნაწილობრივ ეცემა, ნაწილობრივ არა, ეს გვაძლევს ესეთ გაბნეულ ჩრდილს. და კასკადების შემთხვევაში ამ პენუმბრას მიღება არის ძალიან რთული. ანუ უნდა დავწეროთ რაღაც 4-4-ზე კერნელის ბლარი, რომელიც GPU-ზე ასევე ძალიან ნელია, ის არ გვაძლევს ამ ფიზიკურად სწორ ჩრდილებს და გვიწევს 1000 ეგეთი ჰაკების მოფიქრება. ასევე თუ მეხსიერება საკმარისი არ გვაქვს თამაშში, არასაკმარისი გარჩევადობის არტეფაქტები ძალიან საგრძნობია ახლო იმაზე, მანძილზე. და ასევე არის ორი ტიპის ცნობილი არტეფაქტი, ერთი არის აკნე და მეორე პიტერ პენინგი, რომელიც აი ეს არის მარცხნივ არის მკვეთრი ჩრდილი hard shadows, რასაც ეძახიან, რომელიც მიიღება პირდაპირ რასტერიზაციით და მარჯვნივ არის soft shadow, როგორც ხედავთ პენუმბრაში არის დიდი განსხვავება, ანუ მარცხნივ გვაქვს მკვეთრი კიდეები და მარჯვნივ ფიზიკურად სწორი ჩრდილი გვაქვს, ანუ აი ამ ადგილებიდან ზოგიერთი სხივი ხდება ობიექტს, ზოგიერთი პოულობს განათებას. და აი დაბალი რეზოლუციის პრობლემა ეს არის მარცხენა მხარეს, როგორც ხედავთ, როდესაც რეზოლუცია საკმარისი არ არის და კასკადის სემპლინგს ვაკეთებთ ახლო ობიექტებში, აი ესეთი ალიასინგის არტეფაქტები ჩნდება. ასევე აი აკნე, როდესაც კასკადს ვარენდერებ და იმის მატრიცით მე შემდეგ თავარი viewport-ის წერტილები გადაყვავს კასკადურ სივრცეში, ზოგჯერ floating point precision-ის გამო, ანუ გვიჩნდება აი ესეთი არტეფაქტები და მე გვიწევს shadow bias-ი, ეგრეთ წოდებული offset-ის დამატება და ზედმეტი offset-ი უკვე იწევს პიტერ პენინგს, როგორც მარჯვნივ არის ნაჩვენები, ანუ ზედა მხარეს, როგორც ხედავთ, ჩრდილი იწყება ცოტა მაღლიდან და ესეთი შეგრძნებაა, რომ ობიექტი თითქოს ჰაერშია და თითქოს ჩრდილი აქვს დაკარგული, მაგედან მოდის ესახელი პიტერ პენინგი. რა არის ამ ყველაფრიდან გამოსავალი? ანუ რა თქმა უნდა, ray tracing-ი, რომელიც ამ ყველა ჩამოთვლილ პრობლემას აგვარებს, ჩვენ პენუმბრას ვიღებთ ელემენტარული მარტივი ოპერაციით, როდესაც სხივს უშვებთ განათების მხარეს, ამ სხივის მიმართულება შეგვიძლია განათების რადიუსის მიხედვით გავარანდომოთ. ეს გვაძლევს პენუმბრას. და ასევე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩრდილის რაც გააჩნია, ეს არის cut-out გეომეტრია, ანუ მაგალითად გვაქვს ხის ფოთლები. ხის ფოთლები როგორ კეთდება თამაშებში? ანუ გეომეტრია არის მთლიანი, მაგრამ ფოთლების ტექსტურის ალფათი ხდება ალფა ტესტინგი. და ამას ასევე, როდესაც კასკადებში ვარენდერებთ, აქვს რეზოლუციის პრობლემები, იმიტომ რომ ხეების ფოთლები არის იმ პიქსელებთან შედარებით ძალიან პატარა, სადაც ხედავთ. და ამ პრობლემას ასევე ray tracing-ი აგვარებს. აი GTA 5-ის მაგალითზე, მაგალითად მარცხენა მხარეს ეს არის ray tracing-ის გარეშე და გვაქვს hard shadow-ები
და მარჯვენა მხარეს cut-out ობიექტებზე გვაქვს ბევრად სწორი ფიზიკური ჩრდილები, რომელიც რაც უფრო შორი არის წერტილი დაცემული სხივის ამასთან ობიექტთან, მით უფრო პენუმბრა უნდა იყოს გაბნეული და მარცხენა მხარეს გვაქვს მთლიანად მკვეთრი ჩრდილები. ასევე ამ ადგილებში მაგალითად ჩანს რეზოლუციის პრობლემა. ანუ რაც უფრო ახლო მივა კამერა, იქ უფრო პრობლემატურია და აქ ბევრად ფიზიკურად სწორი ჩრდილები გვაქვს. ხო, შემდეგი ეფექტი, სადაც ray tracing-ს იყენებენ, ეს არის ambient occlusion-ი, იგივე მიკრო ჩრდილები, ეს არის ადგილები ობიექტებზე, სადაც განათების სხივი საერთოდ ვერ აღწევს. და ეს როგორ გამოითვლება მათემატიკურად? ანუ წერტილზე ვაგებთ ნახევარსფეროს და ნახევარსფეროს წერტილის ნორმალის მიხედვით ვაგებთ ნახევარსფეროს და ამ ნახევარსფეროზე რენდომად ვარჩევთ მიმართულებებს. და ამ მიმართულებებში ვისვრით სხივებს. თუ ეს მიმართულებები რაღაცას მოხდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ობიექტი, ეს წერტილი ამ ობიექტზე იმყოფება მიკრო ჩრდილში და ამ ადგილს უბრალოდ ვაშავებთ. რა არის ამის კლასიკური მიდგომა, ანუ ray tracing-ის გარეშე? ეს ყველაფერი მუშაობს screen space-ში, ეგრეთ წოდებული depth buffer-ზე, ანუ როდესაც ჩვენ თავარ სცენას ვარენდერებთ, გვაქვს სიღრმის ბუფერი და რა არის სიღრმის ბუფერი? სიღრმის ბუფერი ეს არის მანძილი კამერიდან ობიექტამდე. ეს არის უბრალოდ ერთი ტექსტურა, ერთი ჩენელით, რომელშიც float-ები წერია, ეს არის მანძილები. და მე ეგრეთ წოდებული ტექნიკაა ესეთი ray marching-ი, რომელიც ამ სიღრმის ბუფერში აკეთებს ხელით tracing-ს. და ძირითადად თამაშები, როდესაც SSAO-ს იყენებენ სისწრაფის გამო, ამ სხივის მაქსიმალურ სიგრძეს და ბიჯების რაოდენობას ამცირებენ, რომ თვითონ ეს ray marching-ის პროცესი GPU-ზე არის ძალიან ნელი ოპერაცია. ეს არის სიღრმის ბუფერი, როგორ გამოიყურება მაგალითად რომელიღაც თამაშიდან და ეს არის თვითონ ray marching-ის პროცესი. აი მაგალითად კამერიდან ვიწყებთ სიღრმის ბუფერში tracing-ს რაღაც ობიექტის მიმართ. და ამ კამერიდან სიღრმის ბუფერამდე უმოკლესი მანძილი რაც აქვს, იმ ხელა ბიჯს ვიღებთ ყოველ ჯერზე, ანუ აქედან აქამდე მანძილი უმოკლესი არის ეს, ამდენი ბიჯით გადავდივართ, არ მოხდა თანაკვეთა, შემდეგ აქედან უმოკლესი მანძილი ამ ობიექტამდე არის ეს, იგივე ბიჯით გადავდივართ, ესე ვაგრძელებთ, სანამ წერტილი არ იპოვნის გეომეტრიასთან თანაკვეთას და შემდეგ ვაბრუნებთ ამ რეზულტატს. თვითონ ambient occlusion-ი ძალიან კარგ დეტალიზაციას ძენს სცენას, აი მარცხენა მხარეს არის ჩართული და მარჯვენა მხარეს გამორთული, როგორც ხედავთ კუთხეებში, აი კედლის, თუნდაც ამ ობიექტის ისეთ ადგილებში, სადაც სინათლის სხივი არის მიუღწევადი, გვაძლევს ესეთ ჩრდილებს, რომელიც საკმაოდ კარგ დეტალიზაციას ძენს სცენას. რა პრობლემა აქვს SSAO-ს? ანუ რადგან ეს მუშაობს screen space-ში, მუშაობს მხოლოდ იმ ობიექტებზე, რომელიც გვაქვს ეკრანზე. ანუ ჩვენ თუ გვაქვს რაღაცა ობიექტი, რომელიც არის ეკრანს გარეთ, მაგრამ იმის რაღაც ეფექტს ახდენს ჩრდილზე, SSAO მაგას ვერ დაითვლის ფიზიკურად, იმიტომ რომ ray marching-ი depth-ზე მუშაობს. ასევე კიდეებზე ზედმეტად მკვეთრ ჩრდილებს აჩენს, იმიტომ რომ ზუსტი მანძილი არ იცის, რა მანძილით არის დაშორებული ამ ray marching-ის დროს სხივი და თვითონ თანაკვეთის წერტილი და ასევე აქვს სიღრმის უსასრულობის პრობლემა. ანუ როდესაც რაღაც ობიექტის იქით თანაკვეთა იპოვნა, ეს მანძილი შეიძლება იყოს ძალიან დიდი და ამ ჩრდილს საერთოდ არ გასტავდეს, მაგრამ ალგორითმი თვითონ აბრუნებს, რომ იქ ambient occlusion-ი არსებობს. აი ეს არის შედარება, მარცხენა მხარეს არის screen space-ი, მარჯვენა მხარეს არის ray tracing. და როგორც ხედავთ, აი თუნდაც მაგიდის შიდა ნაწილის მაგალითზე რო ავიღოთ, მარცხენა მხარეს ამ შიდა ნაწილზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვს screen space ambient occlusion-ს და ჩრდილი საერთოდ არ არის აქ და მარჯვენა მხარეს ray tracing-ის შემთხვევაში, როდესაც გეომეტრია მთლიანად წარმოდგენილია, აქ გვაქვს ჩრდილი. იგივე არის აი ამ იმის დაბლა მაგალითად. აი მარცხენა მხარეს აქ ინფორმაცია არ აქვს, შესაბამისად ჩრდილი არ არის. მარჯვენა მხარეს ყველაფერი ფიზიკურად სწორია. და დღეისათვის ბოლო ეფექტი, სადაც და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, სადაც ray tracing-მა ესეთი გარდატეხა მოახდინა, ეს არის არეკვლა, იგივე reflection-ი. მანამდე არეკლების დათვლა იყო და არის კიდევაც თუ ray tracing-ს არ ვიყენებთ, ერთ-ერთი ყველაზე რთული და მძიმე ოპერაცია, ანუ არის რამდენიმე მიდგომა. პირველი ყველაზე გავრცელებული არის 360 გრადუსიანი reflection probe, ეგრეთ წოდებული, რომელიც კუბ მეპში, სადაც ანუ არტისტი დასვავს ამ პრობს,
ეს პრობი 360 გრადუსზე კუბმებში დაარენდერებს თელ გარემოს და მერე თვითონ რენდერერი იყენებს ამ პრობს, რომ როდესაც reflection-ის დაცვა დაჭირდება, მიმართულების მიხედვით ამ პრობიდან კითხულობს ტექსტურას და იყენებს reflection-ზე. ამ პრობს აქვს რა პრობლემები? დინამიურ ობიექტებს ამ პრობში ვერ ჩავხატავთ, იმიტომ რომ ამ პრობს ყოველ ფრეიმზე ვერ ვანახლებთ. იმიტომ რომ ერთი პრობის გადახატვა 360 გრადუსით არის კუბმეპის 6-ვე ფეისის გადახატვა. და ესეთი პრობები არტისტებს აქვს დასმული მთელ world-ში რა. და შესაბამისად მაგდენი ბიუჯეტი კადრზე, GPU-ზე ფიზიკურად არ არის AAA-ში მით უმეტეს, როდესაც ეს ასეტები არის ძალიან მაღალი ხარისხის. ამიტომ რას აკეთებენ? ამ პრობის გადახატვა ხდება ერთი სათითაო კადრით თითო ფრეიმზე, ანუ მთლიან გადახატვას ანდომებს 6 ფრეიმს. შესაბამისად, ჩვენ რო ამაში დინამიური ობიექტები ჩავხატოთ, გვექნება ესეთი ghosting არტეფაქტი, ანუ ყოველ 6 კადრში ერთხელ იმოძრავებენ ეს ობიექტები და reflection-ებით შესაბამისად ძალიან ცუდ არტეფაქტებს გამოიწვევს. მეორე ყველაზე ცნობილი მეთოდი ეს არის screen space reflection, იგივე SSR, რომელიც როგორც SSAO ისევე მუშაობს screen space ტექსტურაზე, ანუ რასაც ვხედავთ ჰორიზონტალურ ზედაპირზე, ძირითადად ვირეკლავთ იმას. მაგალითად, აი ამ შემთხვევაში რო ავიღოთ, აი ეს წითელი ჩაიდანი რაც არის, რა ნაწილიც ჩანს აქ თავარ viewport-ში, იგივეს ვირეკლავთ ზუსტად, მაგრამ ამ ჩაიდანის ძირი რო არ ჩანს, აქაც შესაბამისად ვერაფერს ვერ ვირეკლავთ. იგივე არის ამ შემთხვევაშიც. მაგალითად, აი აქ სადამდეც ჩანს ეკრანზე ზუსტად იმას ვირეკლავთ და ძირი არა გვაქვს. აქაც ზუსტად სადამდეც ჩანს ეკრანზე, იქამდე გვაქვს არეკლა და შემდეგ უბრალოდ გადაჭრილი არის. ეს მეთოდები იყო ძირითადი, რასაც ray trace-ამდე იყენებდნენ და კიდე არსებობს ერთი მესამე მეთოდი, ეს არის planar reflection-ები, რომლებიც შეგვიძლია მარტო სწორ ზედაპირებზე გამოვიყენოთ და ეს როგორ მუშაობს? კამერას ვაყენებთ სარკის მხარეს და იქიდან ზუსტად ვარენდერებთ მთელ სცენას და მე იმას ვხატავთ ტექსტურაში და ამ ტექსტურას ვაკრავთ სარკეზე და გვაქვს ესეთი ეფექტი, რომ ვითომ ეს ირეკლავს, მაგრამ სინამდვილეში იქ ცალკე რენდერერია და ყველაფერი ცალკე იხატება. აი მაგალითად Last of Us-ში ეს როგორ არის გაკეთებული, რომ რაღაც ობიექტებს არ ხატავს ის სარკე და მარტო ხატავს იმ ოთახს, რომელშიც არის და იმის ერთით უკანა ოთახს, რომ განათების ლიკი და ეგეთი არტეფაქტები არ გამოჩნდეს. ზოგადად reflection-ები AAA თამაშებში მარტო ray tracing-ით არ კეთდება, იმიტომ რომ ეს არის მძიმე ოპერაცია. იმიტომ რომ სხივს რო ვისვრით ჩრდილის და ambient occlusion-ისგან განსხვავებით, ჩვენ რასაც მოხდება ეს სხივი იმ წერტილისთვის მატერიალი და განათება უნდა დავითვალოთ ზუსტად ისე, როგორც ამას თავარი viewport-ი აკეთებს, იმიტომ რომ უნდა ვაჩვენოთ ზუსტად იგივენაირი შედეგი. ამიტომ ძირითადად არის ესეთი pipeline-ი. პირველი ეშვება SSR-ი, აი მარცხენა მხარეს როგორც არის, SSR-ი რა პიქსელებსაც აითვისებს, ის რჩება პირდაპირ რეზულტატად. შემდეგ გვაქვს ისეთი პიქსელები, აი აქეთ მაგალითად ესენი, რომლებშიც SSR-ი თანაკვეთას ვერ პოულობს და მაგედან უკვე ვაკეთებთ world space ray tracing-ს, ანუ მარტო მაგ პიქსელებიდან ვაკეთებთ world space ray tracing-ს, საიდანაც SSR-მა თანაკვეთა ვერ იპოვნა. თუ world space ray tracing-მაც ვერ მოგცა თანაკვეთა, ბოლო fallback-ი უკვე არის კუბმეპი, რომელიც ძირითადად გამოიყენება არაგლუვი და არასარკისებრი ზედაპირებისთვის, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ray tracing-ი ძალიან მძიმეა, რადგან ყოველ კადრზე იცვლება სხივის მიმართულება. რა ცვლილებას მოითხოვს ზოგადად ray tracing-ი, როდესაც ვამატებთ ძრავში. ეს არის ძირეული ცვლილებები, იმიტომ როგორც ვახსენე, სათითაო ჰიტისთვის, როდესაც სხივი მოხდება წერტილს, უნდა დავითვალოთ მატერიალები, განათებები, ასევე BVH აქსელერაციის სტრუქტურა სჭირდება თავისი მეხსიერება, ამიტომ ძრავმა უნდა გამონახოს მეხსიერება, რომ ეს ყველაფერი ალოკაცია გააკეთოს და თამაშებში ესეთ რაღაც თამაშებისებრ ოპტიმიზაციებს მიმართავენ, როგორიც არის მაგალითად ზედაპირის სიგლუვის მიხედვით დავითვალოთ რა სიგრძის სხივი უნდა ვისროლოთ. ანუ ჩვენ თუ გვაქვს სარკისებრი ზედაპირი, იქ გვაინტერესებს გრძელი სხივი რო ვისროლოთ. თუ გვაქვს მაგალითად ისეთი ზედაპირი, სადაც
ზედაპირი არის უხეში და არეკოლა იმდენად არ ჩანს, შეგვიძლია მოკლე სხივი ვისროლოთ, ეს უკვე გვაძლევს ოპტიმიზაციის საშუალებას. და შემდეგ fallback-ზე წავიდეთ და კუბმეპი ჩავხატოთ შიგნით. საბოლოო შედეგზე დიდი ის არ ექნება. აი ესე გამოიყურება მაგალითად Spider-Man-ში. ეს არის Spider-Man 1 და როგორც ხედავთ, რომ შევადაროთ მარცხენა მხარეს ხეების სიხშირე, ფოთლების რო შეადაროთ მარჯვენა მხარეს, ეს არის რეფლექშენები იყენებენ ეგრეთ წოდებულ პროქსი ხეებს და პროქსი ხეები რა არის? ეს არის ბევრად სუბუქი ვერსიები, ვიდრე რეალური ხეები, რასაც main viewport-ში ვხატავთ. და ეს პროქსი ხეები შესაბამისად ნაკლებ გამოთვლებს ითხოვს, მაგრამ თვალისთვის ისეთი შესამჩნევი არ არის, ანუ ხედავთ ხეებსაც და ყველაფერს ადგილზე უბრალოდ ესე გვერდი-გვერდ და ახლოდან რო შეხედო, მაინც ამჩნევ განსხვავებას. და ბოლოს, რაზეც უნდა ვისაუბროთ, ეს არის ხმაურის მოცილება, იგივე დენოიზერი და რატო გვჭირდება დენოიზერი თამაშებში. როგორც ვახსენე, ოფლაინ რენდერში კადრზე ბიუჯეტი არ აგვაქვს, ამიტომ ერთი წერტილიდან შეგვიძლია მილიონობით სხივი ვისროლოთ, ანუ ბიუჯეტში შეზღუდული არა ვართ, მაგრამ თამაშებში ეს არის დიდი ფუფუნება, ამიტომ ხშირ შემთხვევაში პიქსელიდანაც ერთ სხივსაც ვერ ვისვრით, ანუ კონსოლებზე უფრო მეტად გვაქვს დაბალი რეზოლუციის ray tracing-ი და მერე მიმდინარეობს მაგისი upscaling-ი, ანუ 4 პიქსელზე ერთი სხივი. და ეს ყველაფერი იწვევს ხმაურს კადრზე. და ამისათვის საჭიროა ცალკე ეფექტი, ესეთი ბლარი არის, ჭკვიანი ბლარი, რომელსაც ეძახიან denoisers, რომ ეს ხმაური მოვაშოროთ და საბოლოოდ მივიღოთ დაახლოებით იგივენაირი სურათი, რასაც მივიღებდით სიტყვაზე მილიონი სხივი, რომ გაგვეშვა ერთი პიქსელიდან. აი როგორ გამოიყურება ხმაური სხივის პიქსელებზე რაოდენობის მიხედვით. ეს არის ერთი სხივი ერთი პიქსელიდან, ეს არის 4 სხივი, ეს არის 16 და აი 64 მაგალითად თითქმის სუფთა არის, მაგრამ მაინც არ არის საკმარისი. და როგორ მუშაობს ეს დენოიზერი? დენოიზერი არის, როგორც ვახსენე, ჭკვიანი ბლარი და შედგება ორი ნაწილისგან. ერთი არის სივრცული ნაწილი, მეორე არის ტემპორალ, ანუ დროებითი ნაწილი. სივრცული ნაწილი რას აკეთებს? ეს არის რაღაც რაოდენობის პიქსელების კერნელი, რომელიც ცდილობს, რომ ერთნაირი ზედაპირის პიქსელები მოაქციოს ერთად და იმათ მიანიჭოს რაღაც წონები და შემდეგ ამ წონების მიხედვით გააკეთოს ბლარი. ეს წონები არის ძირითადად ზედაპირის ნორმალი, მოხვედრილი სხივის სიგრძე, ზედაპირის პოზიცია და ასე შემდეგ. ამ ბლარს რო გააკეთებს, ესეც არ არის საკმარისი. შემდეგ მოდის უკვე დროებით იგივე ტემპორალ ბლარი და ეს რას აკეთებს? წინა კადრზე რა რეზულტატიც გქონდა, იმის რეპროექციას აკეთებს მიმდინარე კადრზე და ამ ორი კადრის ინტერპოლაციას აკეთებს და რეპროექცია როგორ ხდება? როდესაც სცენას ვარენდერებთ, ვინახავთ ეგრეთ წოდებულ velocity ვექტორებს, ანუ ჩვენ ვიცით რომელი პიქსელი წინა კადრიდან მიმდინარე კადრზე რომელი პიქსელი საით წავიდა, ეს მიმართულებები გვაქვს. ამ რეპროექციის მიხედვით მე ვინახავთ წინა კადრის კამერის პროექციის მატრიცას, ვამრავლებთ ამ velocity-ზე და შესაბამისად ვახდენთ რეპროექციას და მე ხდება ინტერპოლაცია ამ ორ კადრს შორის. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი AMD-ს დენოიზერის, რომელიც დევს GitHub-ზე. მარცხენა მხარეს არის შემომავალი სიგნალი, როგორც ხედავთ, ეს არის ambient occlusion-ის დენოიზერი. მარცხენა მხარეს არის ხმაურიანი შემომავალი სურათი, როგორც ხედავთ. ისეთ ადგილებში, სადაც გვაქვს ჩრდილები, ძირითადად ეს არის ერთი სხივი ერთი პიქსელიდან, გვაქვს ესეთი ხმაური და მარჯვენა მხარეს, როგორც ხედავთ, დენოიზერის ბლარის შემდეგ გამოსახულება არის ძალიან სუფთა და მკვეთრი. იგივენაირად რეფლექშენებზე, მაგალითად, მარცხენა მხარეს ისეთი ზედაპირიდან, ცოტა უხეში ზედაპირებიდან, ანუ სარკისებრი ზედაპირებს ძირითადად დენოიზერი არ ჭირდება, იმიტომ რომ სხივის მიმართულება არ იცვლება, ყოველთვის არის ერთნაირი, მაგრამ როდესაც გვაქვს უხეში ზედაპირი, მანდ უკვე სხივის მიმართულება უნდა გავარონდომოთ, რომ ეს რეფლექშენი ეგრეთ წოდებული გაიბნეს, მაგალითად, აი ამ ადგილას. და მარჯვენა მხარეს დენოიზერის შემდეგ და ბლარის გადატარების შემდეგ გვაქვს ისეთი შედეგი, რომელსაც მივიღებდით სიტყვაზე ბევრი სხივი რო გაგვეშვა ერთი პიქსელიდან. და ბოლოს შევაჯამოთ ჩვენი პრეზენტაცია. უდავოდ ray tracing-ი არის თამაშებში, ანუ რენდერში და გრაფიკაში არის მომავალი.
შემდეგი თაობა კონსოლი თუ არა, იმის შემდეგი ალბათ მთლიანად გადააგდებს rasterს და იქნება მთლიანად ray trace-ზე, ამის დიდი იმედი გვაქვს. ასევე არის მუდმივად განვითარებადი სფერო, ანუ ყოველ კვირა კომპანიები, სტუდიები რაღაც ახალს იფიქრებენ ოპტიმიზაციებში, თუნდაც სხივების შერჩევის განაწილებებში და ასე შემდეგ. და საბოლოო მიზანი, როგორც თქვი, არის ეგ, რომ გქონდეს თამაშები, როგორიც არის მაგალითად Quake RTX-ი, Minecraft RTX-ი, სადაც რასტერიზაცია საერთოდ არ გვაქვს. ანუ არის თამაშები მთლიანად fast racing-ზე, ასევე არის Cyberpunk-ის mode RT Overdrive, რომელშიც ყველაფერი ray tracing-ზეა და საერთოდ არ იყენებენ რასტერიზაციას. ეს არის საბოლოო მიზანი. ვისაც გაინტერესებთ, ან გინდათ რომ წაიკითხოთ დამხმარე მასალა, არის ძალიან კაი რესურსი Ray Tracing in one weekend. ასევე Nvidia-ს წიგნი Ray Tracing Gems 2. Nvidia-ს აქვს სტატია best practice-ები თუ do and don'ts არის ლისტები. ანუ სია არის, რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ. ეს არის წლების შედეგად დაგროვილი ცოდნა, ანუ მაგათი პრაქტიკიდან და ეს ბოლოს denoiser-ის source code AMD-ს უდევს GPU Open-ზე, შეგიძლიათ GitHub-ზე შეხვიდეთ და source-იც ნახოთ და პატარა sample გადმოწეროთ და გაუშვათ. მადლობა ყურადღებისთვის. კი, raster-ის მიდგომა უნდა ისწავლო, რომ მიხვდე რა მინუსები აქვს raster-ს და რაში გეხმარება ray tracing-ი. ანუ ჯობია raster-ი ისწავლო და render-ი ზოგადად მაგით გაიარო და მერე უკვე გადახვიდე დაიწყო ray tracing-ის გარჩევა. იმიტომ რომ მომდევნო 10-15 წელი მინიმუმ მაინც ჯერ კიდე raster-ი იქნება. შეიძლება მეტიც რა. ეს არის Watch Dogs-ის demo, რომელიც ვაჩვენეთ Gamescom-ზე აგვისტო იყო, წელი არ მახსოვს ზუსტად. ეს იყო hands-on demo. ანუ ჟურნალისტები მიდიოდნენ და თამაშობდნენ. ეს პატარა მონაკვეთი გქონდა თამაში ჩაკეტილი. და აქ ყველაფერი. აი ეს არეკლები, რასაც ხედავთ გუბეებში და იმეებზე, რა ქვია, შუშებზე, ყველაფერი არის ray tracing-ით გაკეთებული. და ამაზე უმუშაობდი თავიდან მარტო სადღაც 8 თვე. აი აქ ემისივ მატერიალებს რო ირეკლავს და აი მაგალითად ხარ რეალურად მოხმარებთ რა რეიტრეისინგს. ხო, Lumen-ით. ანუ Lumen-ს აქვს ორი mode-ი, software-ი და ხო. რა მაინტერესებს მაგის შემდეგ fast trace არის განსხვავება ზოგადად fast-სა და range შორის რა ანუ ხო, ანუ ray tracing-ი რა არის? ერთ სხივს ისვრი და ამთავრებ traversals და fast tracing-ი რა არის? გაისვრი, რასაც მოხდება აგრძელებ მე. იქიდან კიდე სხივს ისვრი. ანუ ფასი შედარებით ანუ ეხა მაგალითად რა რო უყურებთ demos გავხსნილოს Unreal-ში დაემატება ალბათ live fast tracing-ი ასე ვთქვათ რა. და არის შესაძლებლობა ოდესმე რომ live fast tracing. კი, ანუ მაგეთ მიდის ყველაფერი, რომ fast tracer-ზე გადავიდეს მთელი თამაშები რა. ნუ raster-ი მოაშორდა. ის არის მაგის მერე ოპტიმიზაციას როგორც ძინაზე აქვს სხივების დათვალა და მთელი ამბები, მერე ანუ ამ ყველაფრის ოპტიმიზაცია და ანუ ეხლა უყურე, მანდ რა ხდება? ეხლა იმიტომ ვერ გადავდივართ, მანდ რომ hardware-ი ვერ მოგზდევს. ანუ ზოგადად GPU-ები ვერ მოგზდევს რა. მაგრამ 10-15 წლის მერე ეგ უკვე იქნება შესაძლებელი, მაგას ვამბობ. და კიდევ ერთი კითხვა ამ კოდს დაიბასე რა აიდაზე წერტი. engine-ის ხარ CPU-ს კოდს წერთ C++-ში და assembler-ში SIMD-ის ინსტრუქციებს ვიყენებთ მარტო. SIMD არის single instruction multiple data. ანუ მაგალითად 4 განზომილებიანი ვექტორის მიმატება რო დაითვალო ერთ ინსტრუქციაში რა, ეგ არის SIMD, ან გამრავლება. GPU როგორც მუშაობს. ხო, ანუ ესე რომ ვიღაც იჯდეს და assembler-ზე წერდეს, ეგეთი, ანუ მაგის დრო არ არის ფიზიკურად. კი, იმიტომ რომ ეხანდელი კომპილატორები უკვე სწრაფია რა. აი, რატომ ესე assembler-ს სწავლობ, შევერგენით ვიხარო რა, assembler-ი უნდა იცოდე რა არის. რაღაცები, ანუ assembler-ი რატო უნდა იცოდე, უყურე? disassembler-ის საკითხვა უნდა შეგეძლოს. crash-ი რომ მოხდება და dumping აქვს და debug სიმბოლები არა გაქვს,
ასემბლერში იხსნება ის რა. Visual Studio-ში დამფს რო გახსნი და სიმბოლები არა გაქვს. ის არის ასემბლერი. როცა თუ გაგიმართლათ, აი მაგალითად ჩვენ retail crash-ები რაც იყო GTA 5-ზე რა, რომელიღაცები იყო, სადაც სიმბოლები არ ქონდა და ასემბლერში გვიწევდა გარჩევ. ხო, ანუ სად დაიქრაშა. მაგ მხრივ უნდა იცოდე, მაგრამ ესე რომ იჯდე და წერო, ეგრე არა. Ისა გადავიდე? ესა ხო? ანუ აქან ჯერ SSR-ს აკეთებენ და მე რაც გამორჩება ისე. კი. ზედაპირი რაც არის, ამას უშვებენ როგორ მixot ტექსტურა, ეს ქვემოთ. არა, ეს არის გეომეტრია. ანუ მარცხენა მხარეს ეს არის მუშაობს ტექსტურაზე, კი. და ეს არის აი ამ ქვედა ზედაპირებისთვის, იმიტომ ვერ ითვლის, რომ როდესაც სიღრმის ბუფერში ხო, და სიღრმის ბუფერში როდესაც მოხვდება იმას და მიმდინარე depth შორის არის დიდი offset-ი. ამიტომ არ ეჯექტებს ამ პიქსელებს. მე ამ ინფორმაციას ვინახავთ ცალკე ტექსტურაში. და იქ უკვე ვიცით რომელი პიქსელისთვის გვინდა რომ გავუშვათ wall space სხივები. და ეს ანუ რაღაცა ტექსტურა, ანუ მაინც ცირს ესე იგი ტექსტურა. კი, screen space ტექსტურა, რომელშიც გვაქვს ინფორმაცია, სად არის SSR-ი, სად არის wall space-ი, სად არის სიტყვაზე პრობი. და პრეპასი, რომელიც არის რაც SSR-ს აკეთებს. ის წერს მაგ ტექსტურაში, რომელი წერტილიდან რა უნდა გავაკეთოთ რა, უხეშად რო ვთქვათ. ანუ აი რაღაცა იმები ვიქრია. ყველები ვიქარი ამ ტექსტურაში და კი, იქიდან ნელ-ნელა მე ის შეავსებს, რა ქვია, word space-ი შეავსებს. Word space-ი თუ რამეს დატოვებს, ანუ სხივი თუ მოკლეა და რაღაცას არ მოხვდა. ის წერტილი რომ შავი არ იყოს და მე დენოიზერმა არ აურიოს, იმაში მე პრობი შეავსებს ის რაც გაჩვენეთ. აი ეს პრობი. ორი არა, სამივე მუშაობს ერთ ტექსტურაზე რა. და პასები არის ცალ-ცალკე, პირველი, მეორე, მესამე. და სამივე რო ჩაწერს უკვე, მორჩება ჩაწერას და შემომავალი სიგნალი რო გვაქვს, აი ესეთი რა, ეს არა უფრო. აი იმის ანუ შემომავალი სიგნალი რო გვაქვს, მე მაგის მე უკვე იგივე ტექსტურაზე ეშვება დენოიზერი, ხვაურის მომშორებელი. ბოლოს და მე უკვე განათებას როცა ვითვლით, ვიყენებთ მაგ ტექსტურას, რომ ზემოდან editive blend-ით გადავადოთ როგორც reflection-ი რა. მადლობა.